სულიერებაში ისეთი რამეები ინგრევა, რომ ფენომენალურად იცვლება ქართული კაცის ბუნება. ამას შეხედე რა. ქართველი კაცის ბუნება იცვლება აი ამ პროცესში და იმაზე გავბრაზდი, ამაზე გავბრაზდი და მე თვითონ გამოვიცვალე მე ესმის და რადიკალურად აი უროსავით მუშაობს ბავშვებზე მე ხა ჩემი პოზიციიდან შემიძლია მხოლოდ ამის დანახვა და შეხედვა და იცით როგორ მუშაობს. მართალია აი ამ სიტუაციაში ფასეულობებს ვკარგავთ ისეთ მთავარს თუ აი აბსოლუტურად ეხა. ხო და ეძახე ზოგისთვის შეიძლება პოლიტიკური ბრძოლა, მე არ ვიცი პოლიტიკური. ეხლა აღარ არის პოლიტიკური ბრძოლა. კაი, აი შენში გადავშოთ დაიკარგა და ვერ დაიკარგება, იმიტომ რომ შენ ამ უჯრედზე ხარ აღმოცენებული, მეც ეგრე ვარ გადრდილი, ვთქვათ, ეს არ გაქრება, რაღაცა ურო მომხდება თავში, მაგრამ მე მაინც მექნება ის, მაგრამ აი ეს ეხლა რომ მოდის ეს პატარა. აი მაგაზე გეუბნები, რადიკალურად შეცვლილია და ამიტომ მე ეს ბავშვები პრაგმატულად აზროვნებდა, ნუ ხა პრაგმატიზმში მე ცუც კი არაფერს არ გულისხმობ, რა შეიძლება ძალიან კარგია, მაგრამ ყველა ურთიერთობაში აი ესეთი თემის გამოყენება, რომ მე ხლა ამასთან იმიტომ ძმაკაცობ, რომ ზეგ მერე იქ ეს მე იქ გამომადგება და ამას ესე და ასე შემდეგ ეს არის კატასტროფა. ანუ გუშინ ლაპარაკობთ, ბუნება აღარ არის. კინო დამთავრდება მე. გუშინ ლაპარაკობთ ზუსტად აი ახალგაზრდებს რა როლიც უნდა ჰქონდეს დღეს, ისა ჩაბარებული უფროსებს, ანუ შედარებით მოხუცყალს 60-60 და ის რაც უნდა გქონდეთ ახალგაზრდებს და მოხუცებს რაც აქვს ის ახალგაზრდებს არ ჩაბარ. ანუ გაწონასწორებული ვაიმე გამოვიდა. არეულია ეს ყველაფერი. აი 4 წლის 21 წლის სისხლის 9 აპრილზე რომ ახსოვს რა ყველა ხა აი უნივერსიტეტი და 10 აპრილს ვეძებთ პატარა ბიჭებს ვაცები ტანკებს ახტებოდნენ. ხათო აი ესე ვიჭერდი რომ გამეცერები. აი ეს ხა 60-70 წლის ხალხს და ის არის 70-70 წლის კაცი. წარმოიდგინე. ჩემზე დინჯირო ახალგაზრდა კაცი იქნება და ფასტფუდს გაიკეთეს კაცი 20 წლის ასაკში ჯინსებს რო ჩაიწყებს. ორჩენილი ლაპარაკია მან, რა უნდა ეხა რა. ოსოგი გავიკეთეს ზიად ხეს პირად რო შევედით და ეხლა ჩვენ ყველა ესე ვართ რა, პოლოვერები ესენი და ძველი თანამდებობის პირები აქეთ ისხდნენ პრეზიდენტი მაგდალას ჩვენ ვზივართ აქედას ვიად თვითონ ძალიან პეწიანი იყო, ნუ ძალიან რა ესეთი აი და ხო ზოგი რა აი 40 გრადუს სიცხეში გასწრაფის ოფისს ვარ გამა ტალახში გაივლის მაინც უცხო მე ფართხო შევავდა ყველაფერი და ზივართ ალმაცერად გამოხედა ერთხელ გამოხედა მეორედ კეთილია თქვენ მიბრძანდით თქვენ დავუშვა ეს ხალხი და გვიყურებს რაღაცა ამრეზილად რა იყო მეთქი მე ასე ბაქსიორები თუნდა იაროთ და აუხსნეს მარტივი რამე რა რაც ჩანს ის მოსმეთ რა ავტოინსპექტორი მებაჟე დენი არ არის იყოს ნახევარი მოიპარეთ და ერთი ელექტროსადგური არ ეშინებულა დენი ანუ იყო ხო ერთმანეთ იპარავენ ერთმანეთ ნახევარს იპარავენ და არის რა მარტივი ამბავი ბიუჯეტი რა მივედი მე გოგასთან $100 მაგ გადასახცელი ხო მივედი ჩაიდო ჯიბეში არ გაატარა და მილიარდიც არ იყო ეხლა რა კაცა უხსნეს გაატარე $100 გამოჩნდა მიეცი გიას გიამ გზა დააგოს და გაიყავით ბიუჯეტიც გამოჩნდა ფულიც იშოვეთ შეპარეთკე აი მარტივი რამეები გაიგეს ამიტომ ქვედა დონეზე 3-4 წელი ხალხი ხედავდა რომ არ არის რა და მართლაც არ არის კაცო ხო ანუ შეფუთულად აკეთებს კაცო და ზევით ავიდა სახელმწიფო დეპარტამენტმაც კიდატა რამე 100 მილიონის მოპარვა თან როგორც სავარგარეთ გაფორმებით შეიძლება ამას ეს 4 მილიონი კაცი ვერ დაინახავს აი ეს არის ყველაზე მანკიერი ამბავი აი ფასეულობებთან ერთად დავკარგეთ როიკარგებ ბევრი რამე შეიძლება წინ ყოფილიყავ და არავინ არ დგას დედამიწაზე ესმის და სამორჩენა იზრდება. აი შენ კი შეგვეძლო. და აღარ არისო კაკო. აი ეს არის ფასეულობათა ომია. და კარგი ომი მე მიშოვნია. ძალიან კაი ომია და მე შენ არ მევასები წადის სახში. აი ეგ ქუჩაში აბიჟნიკობა არის. უნდა ისეთი რამისთვის ერჩოდე კაცო შენ სიცოცხლის სიცოცხლის ფასად რო გიღებს რა. ეგ არის. ეგ არის რა პროფესია ძალიან მიღით. ის ადამიანები ვისაც ხელმწიფება კინოს გადაღება ან სპექტაკლის დადგმა არც ჩემს პროფესიას ცემენ უკვე პატივს დამოკიდებულება ესეთია რა დამეწმუნე ეგეთია აღწემენ ამაზე პატივს და მე გამოვდივარ არც პლასტელინიც აღარა ვარ რა და აღარც მარიონეტი აღარა ვარ დღეს ადამიანი გამოვა და იტყვის რომ მე
ჩემი საქმით ვაკეთებ საქმეს. ეს გონია თავის გამართლება რა, აბსოლუტურად. მე იმიტომ რომ არც არავის აღარ დაჭირდება ხვალდაზე, იმის ქვეყანა თუ აღარ იქნა, იმის გაგება რა. იმის მე იმის დაწერილი კი არა, შოთა ჩაითობა ყველა მოწვენება. რა თქმა უნდა. აი ესე იქნება. საბჭოთა კავშირი რო იყო უკაცრავად. მე რამაც ვხებდა, იცი რომ ეს 1000-წლოვანი ისტორია, ხო? ეს ყველა ყოფილა თურქაზე არ დაიხატა ჩემი სამშობლო რა. ხატია ძლივს. ეხლა რო ხატია მარტო კი არ უნდა ზიმბაბვეს ხატია, ეგრე არ არის რა. ეხლა ნახატმა უნდა შეიძინოს. ანუ გაგონებთ, სამოქალაქო პოზიცია ხო უნდა დააფიქსიროს ისეთმა ადამიანმა, ისეთმა კაცმა, ვის აზრსაც ხალხში რაღაც ის აქვს, რონა. ჩემს ცხოვრებაში იყო ესეთი რთული მომენტი, მაშინ ზურაბ ჯვანია იყო ცოცხალი და ესეთი შეუულებრივი ადამიანი მოვიდა ჩემთან, ერთ-ერთი ჩემი მშობელი და მითხრა რაღაც მელაპარაკა და წამოწდა რომ აფხაზეთში იყო ნამყოფი. ანუ აი ომის მერე და ასე შემდეგ იყო გადასული. ვითხოვე რა რომ მეოთხარი, აი რა ვქნა ახლა მითხარი რა. მე მეთქი ჩემ საკუთარ შვილს დავიშავ ესე კისერზე, არავის არ მეშინია. არც იარაღი მაქვს, არც არაფერი მსახიობი ვარ. აი ამ ჩემ ბავშვებს ჩავკიდებ ხელს და ამიყვანე მეთქი რა. და შემიძახი. და შემოვა მეთქი და ბავშვებთან ერთად ან სპექტაკლს ვითამაშება, ან კონცერტს ვიზა. აი იყო ზუსტად ამ პროექტის დატვირთვას, აფხაზური სიმღერები. აფხაზური ვისწავლოთ, აფხაზურად სიმღერები გავუკეთოთ, აფხაზური კონცერტები ჩაუტაროთ. პირიქით, რასაც არ ელოდებიან, იმით რომ შევიდეთ, წარმოიდგინე, რომ გაგიდეთ. ამან ესე გააფუჭა, ამან აიძულა აფხაზები რუს ნაკლებად ექვემდებარებიან. კაცე ხატაპუტინი გვერდით ხაჯიმას დაიჭიეს ბაგაფში. ანუ დამოუკიდებლობა გაამჟღავნეს. ამით არ უნდა გვესარგებლა. ამან რა თქვა, მე დავსვიო და გაუფუჭა კაცსაქმე და ვიცე-პრეზიდენტად დასვეს ისა რა. ხაჯიმბამ მიუწეს, ანუ რო გაახუროს ზედმეტი გააგორებენ და პრეზიდენტი გახდება კაცი, ვინც რუსეთთან შეერთების მომხრე. ესენი დამოუკიდებლობას, ახლა ჩვენ ისე წაგვევიდა საქმე, რომ დამოუკიდებლობას რო აფხაზი აწვება უკვე იმისა, ჩვენი მოკავშირე და ისინი აწვევიან რუსეთთან შეერთებას, ხო? ჩვენთან შემოერთების მომხრე საჯაროდ ლაპარაკს ვერ ბედავს. და აფხაზი ურუსად ბედავდა, ამან ისე წაიყვანა საქმე, უკვე აფხაზიც ოსის სამწუხაროდ თავიდან ბოლომდე რუსი იყო, ჩვენ ახლა მაშინ მე გადავაწყდი ამას, ხო? ჩავედი ხა იქ ისეთი სიტუაცია იყო, რომ მაგ დავსხედით ჩვენ, ხო? იმათ ეწოდებოდა თვა და მოდიოდა არჩევნების იმათი უზენაეს საბჭოს. ჩვენ თუ არ ცნობდი, ძალაზე უნდა გადასულიყავი ახლა, არა და თუ ახლა ის კიდე იმას მოსკოვისგან ვიცოდით, რომ დავალება ქონათ გაემწვევებინათ უკიდურესად, რომ აეძულებინათ გამსახურდია, შემოიღო თავის საპრეზიდენტო მმართველობა, ბორბი თავისას შემოიღო და საბჭოთას და რას მოერევოდა. და კიდე მეორე ფრონტი იხსნებოდა და გერმანიამ ვერ გაუძლო, ჩვენ კი არა. დავსხედით, ნუ კაი დონე, რაღაცა მოვა ამ სქემაზე, ხო? კვოტირებულად გაყოფაზე. თან ნახეთ, რომ ჩვენ კი ვართ 47%. ერთი მაინც არ ვართ 51, არა ვართ ერთსულოვნები და ისინი აფხაზი კი არა 17, რომელიც ერთიანი ფრონტები გამოდიოდნენ 53. ამიტომ შევიმუშავეთ დაყოფილად, გარანტირებულად და თანამდებობების გაყოფა, ხო? პირველი მოადგილე ქართველი, პრემიერი ქართველი, უშიშროება შინაგან საქმეთა და პროკურორი ქართველი. დანარჩენი იყოფოდა აფხაზ ქართველ, არაქართველ, არაფხაზზე. იქაც ისინჯებოდა ეს თემა და ნუ ზვიადმა თქვა მაშინ შენო ხო აფხაზები როგორც იგივე როცა პატრიარქალური მასშტაბები ხო თანამდებობაც მაღალი თან ზვიადის უშუალო აი ესეთი დაახლოებული და თან ახავს ფიზიკალს ისინი აქცენტებს ბიჭო რო ჩავედი აი დაცვის გარეშე ჩავედი ამბობ იმ წუთშივე იცვლებიან ხო ესე კაცი გერენდო დაცვა არ აყავს არეშინია ჩვენ ესე თulis რომ სახიფა თუ არა თან ავიღე ზვიადის მიმართვა და ზვიად შევუთანხმე თუ არ გამოვა ან მე დავიბრალე პანშენ დამაბრალე რომ ამან გადააჭარბა უფრო მოსილებას ნუ ზვიადმა თქვა რას ლაპარაკობ მაგრამ ერთი აბზაცი იყო ძალიან მკვეთრი ზვიადისგან ძალიან კარგი მიმართვა იყო მე ყველაზე კარგად იქ გამოვედი ხალხო მოსკოვიას ფირი არ არსებობს სამწუხაროდ და იმათ მითხრეს აი ეს თუ შეიძლება კი ბატონო მე ვთხარი წავშალე ნუ მიხდნენ ორ რამეზე ერთი ეს უფრო მოსილია მიხდნენ და ნუ მართლა უნდათ რაღაცა იმ ზემამდე დაიცვეს ეს პირობები რომ გახსოვთ ხო პრემიერი არ დანიშნეს ომის პირობები დამხობილებთანაც კი ჩვენ რომ დაგვამხეს პრემიერს არ ნიშნა ანუ პირობის დამცველი ხალხი ხო შეიძლება ამის გამოყენება სანამ ფედერაციას იხვეწებოდნენ არა
კონფედერაციას ეხეთებოდნენ არა. ხელშეკრულებას იხეწებოდნენ არა. ეხლა ყველაფერი დაგვიანებულია. არა, როგორ ვიქრა, ეხლა იმას ვეღარ გაიმეორებ, რა თქმა უნდა, რაც იყო, მაგრამ რამდენიმე ფაქტორია. რუს ჩვენ და საბედნიერო თუ საუბედური ჭკუ არ ყოფნის და ისე იქცევა ორივემა, რომ იმათ თავის დაბადების დღე რო ეგონათ, არ აღმოჩნდა დაბადება აფხაზებს და ოსებს. რუსმა არ იცის მართვა, აი როგორც ინგლისელმა, ხო, ინდოეთში ისტორია დაწერა, რამაიანა თარგმნა, მაჰაბჰარატა თარგმნა,